ფერმზივე ქავს ბალიშის შემოტანილობა არ მისცეს რომ აქ ხიაცის ქვეშ დაეფინა ცივ სკამზე ბალიში და ესე ყოფილიყო და გაეთია ღამე. წარმოიდგინეთ, აღარ ვსაუბრობთ კარვებზე და სხვა საშუალებებზე. ამიტომ ჩვენ სანამ არ იქნება თუ გონია ჯანდაცვის მინისტროს თავისი რაღაცა არ ვიცი ვიღაცა გადაბირებული ხალხით, რაღაცა სიუჟეტებით, რაღაცა დეზინფორმაციით ფონს გავა გამორიცხულია. სანამ შედეგი არ მიიღწევა, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ ვიყავით გუშინ წინ ქუთაისში ქუთაისლებმა თავის ინიციატივით გამართეს აქცია და არანაკლები ხალხი იყო, რაც ბრძანდებით აქ. ხალხო, პირდაპირ ვიტყვი, პატრულის თანამშრომლები ჩვენთან ერთად, ხალხთან ერთად ტიროდნენ, ცრემლები მოსდიოდათ. განცხადება არ ქონდა, შეტანილი გზები გადაკეტეს. ყველა პირობა შეგვიქმნეს იმისთვის, რომ აქცია გამართულიყო. როცა მსვლელობა ქონდა მარში მესხიშვილის თეატრიდან მერიანამდე. საოცარი რაღაც ვიხილეთ, ხალხო. როგორ შეიძლება გავყოთ საქართველოს იმერეთი, აღმოსავლეთი, თბილისი, ქუთაისი, მაგრამ საოცრება და ჩვენ აქ პლედების ომი გვიწევს და მე მინდა ეს გაიგონო პოლიციის თანამშრომლებმა და ის ვინც მითითებებს აძლევს ამ ხალხს და ადევნებს ძალიან ცუდ აქციებს. როგორ შეიძლება ჩაიდინო ის რომ პლედი დედას არ შემოატანინო და რაღაც შარფზე უთხრა გაჩხრეკა ჩაუტარო, ხო? ეს ამაზრზენია ხალხო და მიუღებელია. ყველა ამ დაბრკოლებას ჩვენ გადავლახავთ აუცილებლად, მაგრამ მარტო ჩვენ არა. მშობლები თქვენთან ერთად, იმიტომ რომ თქვენ ხართ სიმართლის მხარეს. არავის არ უნდა შეეშინეს ამ აქციაზე მოსვლა. რატომ უნდა შეეშინეს, როცა ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას ვითხოვთ, ხალხო? და დარჩა ვინმე ჩვენს ქვეყანაში, ვისაც სხვა აზრი აქვს, რომ ამ აქციაზე აქ არ უნდა იდგეს ჩვენთან ერთად. ეს იქნება ყველაზე დიდი დანაშაული, თუ ვინმე ამ დროს არ დადგება სწორ მხარეს. ჩვენი ხმა ყველაზე ძლიერია, ყველაზე სუფთაა და ვიბრძოლებთ. მანამ სანამ არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული და ეს გადაწყვეტილება იქნება წამლების დაფინანსება, რომელიც მარტივად ერთ დღეში შეიძლება და არანაირად არ დაასრულებს ბიუჯეტს. დიდი მადლობა ყველას. ჩვენ აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ ჩვენს გმირ შვილებთან ერთად. მეგობრებო, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ უღმეს მადლობა თანადგომისთვის, გვერდში დგომისთვის და გამხნევებისთვის. კვირაში ერთხელ ჩვენ მართავთ სამწუხაროდ აქციას თანაც იმ ფონზე, როდესაც უამრავი ქვეყანა ზეიმობს უკვე ამ დაავადების შეჩერებას. თუ 100% განკურნებას არა, მაგრამ ჩვენ ქუჩაში გვიწევს გამოსვლა. ჩვენ არ ვერიდებით ამას, იმიტომ რომ ეს არის ღირსეული ბრძოლა. ხანდახან ვფიქრობ, კვირიდან კვირამდე ერთ და იგივე სხვა საუბრობ მეთქი, მაგრამ იმდენი უკანონობა გროვდება ამ ხნის განმავლობაში და ვატყდებით იმდენ უკანონობას, საუბარი ძალიან ბევრ რამეზე მიწევს. სამწუხაროდ იმ დროს, როდესაც ჩვენ ვიბრძვით და მივმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას, ეს არის 24 საათიანი ქუჩის აქცია, ღამის გათენება და დედები, რომლებიც არიან განადგურებული, ამ მდგომარეობით უკვე წლებია ზოგიერთი ქუჩაში მოუწიათ გამოსვლა. ჩვენმა ორწლიანმა შეხვედრება ჯანდაცვის სამინისტროსთან ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო და როდესაც 3 დღის განმავლობაში დედებმა ღამე გაათენეს, თურმე გაუნათდა გონება ჯანდაცვის მინისტრს და მულტიდისციპლინარულ გუნდზე მიიღო გადაწყვეტილება. ეს სამარცხინო ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ ეს უნდა მომხდარიყო უფრო ადრე და ეხლა დაიძრა ეს, გასაგებია და ნათელია, რომ რატომაც მოხდა აღნიშნული. იმ დროს, როდესაც გამოდის ჯანდაცვის მინისტრი და ამბობს ესეთ რაღაცას, რომ ჩვენ შეიძლება თანხა არ გადავიხადოთ 2-3 წლის სიცოცხლის გახანგრძლივებაში. მეგობრებო, ხალხო, ჩვენი თითოეული ცხოვრება, მკურნალობა არის სიცოცხლის გახანგრძლივება და მუდმივად არავინ არ ვართ ამ ქვეყნად. და სამარცხინოა ეს განცხადება და ამიტომ ვამბობ, უამრავი უკანონობა და უამრავი უსაფუძვლო განცხადება გროვდება ამ ხნის განმავლობაში. თანაც იმ ფონზე, როდესაც ჩვენ 2-3 წლის წინ არც ერთი მედიკამენტები არ გვქონდა და დღეს უამრავი მედიკამენტია. და ჩვენ შეიძლება 1 წლის შემდეგ, 6 თვის შემდეგაც, 2 წლის შემდეგ თუნდაც თუ გადავავადებთ და შევაჩერებთ ამ დაავადებას, ესეთი მედიკამენტები იყოს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე, რომ სრულად დამარცხდეს ეს დაავადება და ეს განცხადება, რაც გააკეთა მიხეილ საჯულაძემ, კარგად აჩენს მის დამოკიდებულებას ამ დაავადების, ბავშვების, საზოგადოების მიმართ. არ შეიძლება იყოს სხვა პროფესიის წარმომადგენელი და ჩვენ გადადგომას არ ვითხოვთ, მაგრამ პოლიციას ვაფიქსირებთ ჯანდაცვის მინისტრი. ჩვენ რატო გამოვდივართ ქუჩაში? არა სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, არა თანამდებობების და კარიერული წინსვლის, ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად. ხალხო, საცხოვრობთ, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს სწორი სამართლიანი
დაავადებასთან ბრძოლის კულტურა, იშვიათ დაავადებასთან ბრძოლის კულტურა. ერთადერთი რაც ჩვენს ქვეყანაში დამერწმუნებით ალბათ განსხვავებული აზრი არც ერთ არ გეკნებათ, არც მათ შორის ამ პოლიციელებს ჩვენი თანამოქალაქეები არიან ისინი. ერთადერთი მოსაზრება და კითხვა ჩვენს ქვეყანაში ადამიანს უჩნდება, როცა იშვიათი დაავადება ექნება, ონკოლოგიური დაავადება ექნება, რომ სად გაიქცეს და სად უშველოს თავს. როდემდე უნდა ვიყოთ ამ რეალობაში? მე გამოვედი აქ, ჩემი თანამებრძოლები, მშობლები, ყველა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ქუჩაში მოგვიწია გამოსვლა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ უსამართლობას ვაწყდებით. დღეს ამ ფონზე, როდესაც ათეულობით ქვეყანას ეიმობს ამ დაავადების დამარცხებას, იმ ფონზე, როდესაც არაერთი მედიკამენტია და ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ ერთ მედიკამენტს არჩევს და ის მედიკამენტი ხალხო უნდა გითხრათ არც ერთ გამოსვლაში მე არ მithავს და დღეს დავაფიქსირებ ამას. 3 წლის წინ Exxon-Skibing, რომელიც 3 წლის წინათაც იყო დაფიქსირებული და აღიარებული, მე პირადად მაძლევდა კომპანია ჩვენს ქვეყანაში. მაგალითისთვის რომ დაენახა სახელმწიფოს, დაენახა საზოგადოებას, მშობლებს რომ ეს მედიკამენტი და ეს მკურნალობა არის უსაფრთხო, Exxon-Skibing-ი. და მე ჩემს თავთან არ ვიქნებოდი მართალი, ჩემს შვილთან არ ვიქნებოდი მართალი, ჩემს ქვეყანასთან არ ვიქნებოდი მართალი და უარი ვთქვი ამაზე. დამემოწმება ყველა მშობელი და ის ექიმები, რომელთანაც ჰქონდა კომუნიკაცია, ქალბატონ ნანა ტატიშვილთან, თეონა შატირიშვილთან, ამზადებდნენ ჩემს შვილს და წონა მომთხოვეს, რომ აი რა წონის არის და უნდა მივაღებინოთ ეს წამალი და მე პირადად განვაცხადე უარი და წავედი საფრანგეთში, წარმოიდგინეთ. ჩემი პროფესია მივატოვე, ჩემი ქვეყანა მივატოვე, ჩემი საქმე მივატოვე, ადვოკატმა ადამიანს რა მნიშვნელობა აქვს, რა პროფესიისაა და ვინ არის და მივატოვე ჩემი ქვეყანა და წავედი და უარი ვთქვი იმ შემოთავაზებაზე, რაც მაშინ მივიღე. მაშინ არ იცოდა ექიმება, არ იცოდა სახელმწიფო თუ ის რისკის მატარებელი იყო. ეხლა რომ წარმოგვიდგება ჯანდაცვის მინისტრი და თითქოს ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს და მშობლები თურმე 200 მშობელი, 100 ბავშვის მშობელი ვწდებით, მათი ახლობლები, ბებია, ბაბუები, ნათესავები, მეგობრები, თურმე ყველა ვწდებით და ჩვენ ამ ბავშვების უსაფრთხოებაზე არ ვზრუნავთ. არც ერთი მედიკამენტი არ არის პანაცეა და არც ერთი მედიკამენტი 100%-ით არ კურნავს დაავადებას, მაგრამ როდესაც იცი ხალხო რომ ერთი დღითაც გადაავადებ ბავშვის სიცოცხლეს, მე პირადად თელ სამყაროს გავიღებდი. ყველაფერს გავიღებდი და ჯანდაცვის მინისტრი გამოდის, არა რომელიმე რომელსაც რა თქმა უნდა უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია ნებისმიერ განცხადებაზე, ნებისმიერ სიტყვაზე და თურმე 2-3 წელში არ გადაიხდის თანხას. და დღეს ჩვენ ვიხილეთ გუშინ ამაზრზენი, ესე რომ ვთქვათ, ვიდეო რგოლი ჩანაწერი რაღაც სიუჟეტი, რომ თითქოს კომპანია შემოვიდა და მშობლები წაგვაქეზა. ხალხო, რაზეა საუბარი? ესე იგი კომპანია და ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მათი მარკეტინგული ინტერესი აქვს და იმიტომ მშობლებს აქეზებენ. წარმოიდგინეთ, ხალხო, წარმოიდგინეთ ეგეთი რამე როგორ შეიძლება და დააფიქსიროს ჯანდაცვის მინისტრმა ან შეუკვეთოს თუნდაც და დაარწმუნოს შესაძლოა ძალიან ბევრი და უთხრა რომ ეს მშობლები არიან წაქეზებული. თურმე ჩვენ, როდესაც თვალნაკლივ ხედავთ რომ ბავშვები იღუპებიან, ეთშის ხდებიან და როდესაც გვყავს ცოცხალი მაგალითები, ბავშვები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ევროპაში და იღებენ ამ მედიკამენტებს და კარგად არიან და დაამარცხეს ეს დაავადება, თურმე კომპანია ჩვენ გვაქეზებს მშობლებს. ეს როგორ შეიძლება? ეს კიდევ ერთი დანაშაულია, როცა დასაწყისში ვთქვი რომ ყოველ დღე ემატება ახალ-ახალი ამაზრზენი პოზიციები და ბუნებრივი ეს არის დანაშაული. დანაშაულია უმოქმედობით გამოწვეულ ზიანი, როდესაც თითოეულ ბავშვს შინაგანი ორგანოების პათოლოგიებიდან გამომდინარე რაღაც ემართება და ამიტომ ამბობ ჩვენ რომ თითოეული დღე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ დღეს შეიძლება გართულდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ ერთი თვის წინ დავმარხეთ, დავკრძალეთ ბავშვი, რომლის მშობელი აქ იყო, მაგრამ მე უნდა უთხრა ბავშვებს, რომ დღეს ეს დაავადება არის დამარცხებული ბავშვებო. არ ინერვიულოთ, არ შეგეშინდეთ. ჩვენ იმიტომ გამოვდივართ აქ, რომ რამოდენიმე დღე გვაკლია გამარჯვებამდე. აღარ არის ეს დაავადება მკვლელი, აღარ არის ვერაგი ეს დაავადება. დღეს მსოფლიოში არის არაერთი მედიკამენტი და მედიკამენტებით დამარცხებულია ეს დაავადება და ეს ბავშვები არიან ყველაზე მეტად გმირები ამ პროცესში. გმირია ბეკაშონია, რომელსაც ჩაწერა ვიდეო და თქვა, რომ ამ ბავშვებს, რომელსაც შეუძლიათ რომ არ მიეჯაჭვონ ეთში მიეცეთ მედიკამენტი, იმ ბავშვებს, რომელსაც შეუძლიათ გადაურჩინოთ სიცოცხლე და იცოცხლონ დიდხანს მიეცეთ მედიკამენტი. დღესდღეობით სიცოცხლის გახანძლიობა ხდება გაორმაგებით. შესაბამისად, როგორ შეიძლება უარი უთხრა ადამიანს 20 წით, 30 წით, 50 წით სიცოცხლის გახანძლიებაზე. და ამიტომ მინდა უთხრა ბავშვებს, აქ შეკრებილ ბავშვებს, რომ ბავშვებო, თქვენ ხართ იმ ეპოქაში,
სადაც შეიძლება ამ დაავადების დამარცხება და მაგით მდგავარ ჩვენ აქ. თქვენ ხართ პირველ ხაზზე, თქვენ ითხოვთ მედიკამენტს და ჩვენ ამაში გეხმარებით და როდესაც არ გვიშვებენ ჩვენ კანცელარიის მისაღებში რომ მშობლები არ უნდა შესულიყავით, ბავშვები უნდა შესულიყვნენ. ისინი ითხოვენ თავიანთი უფლებების დაცვას. ბუნებრივია და მაგიტომ ჩვენ მათი მხარდამჭერები და კანონიერი წარმომადგენლები ვართ. ერთი მინდა ვთქვა თემის პოლიტიზირებაზე აუცილებლად. ნახეთ ჩვენ აქ პოლიტიკოსების ნახეთ და ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს რა თქმა უნდა ჩვენ მივიღებთ, როცა ისინი სწორ მხარეზე დგანან. როცა ჯანდაცვის მინისტრი გამოდის, ხალხო, ნახეთ მიაქციეთ ყურადღება და ამბობს, რომ ექიმება ამ თემაზე თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ უნდა ისაუბრონ. მაგრამ სრულ ლეგიტიმაციას აძლევს პოლიტიკოსებს და ვიტყვი თამამად ქალაქის მერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, რამოდენიმე პარლამენტარს და თვითონვე საუბრობს, საზოგადოებამ განსაჯოს ვინ ახდენს თემის პოლიტიზირებას. რა თქმა უნდა ჯანდაცვის მინისტრი. ეს ერთგვარი გაფრთხილება იყო და მესიჯი იყო და მაგიტომ არ დგანა დღეს თეთრხალათიანები აქ სამწუხაროდ. ეს პოლიტიკა გრძელდება და ვერასოდეს ესეთი პოლიტიკით ვერ ჩამოყალიბდება ჩვენი ქვეყანა და ჩვენ მშობლებს უნდა გვიწვევთ ეს იშვიათ დაავადებების შემთხვევაში ქუჩაში გამოსვლა. შესაბამისად ჩვენ იმედს ვიტოვებთ იმ ფონზე თან ხალხო, ესაც უნდა თქვა აუცილებლად რომ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ითვისებს ბიუჯეტის თანხას. მე მივიღე ინფორმაცია რომ 600 მილიონი ლარი ვერ აითვისა ჯანდაცვის სამინისტრომ. მე გამიკვირდა და 600.000 ბიუჯეტმა. კლიან ბიუჯეტში და იმ ფონზე როდესაც ბავშვები იხოცებიან, როდესაც ამდენი გაჭირებულია ქვეყანაში, როდესაც შეიძლება მეტი სიკეთე მოუტანოს საზოგადოებას, როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში? ეს არის გულგრილი დამოკიდებულება.